საღამოშიდობის მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებელს. დღეს კვირა და შესაბამისად ჩვენი ტელეკომპანიის ეთერშია გადაცემა ჩემპიონები. მე ვფიქრობ, რომ წინა გადაცემა საკმაოდ საინტერესო იყო და თავისთავად ცხადია ჩვენ შევეცდებით, რომ ყოველ კვირა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუები. დღეს ჩემთან სტუდიაში სტუმრად არის ადამიანი, რომლის შესახებაც ძალიან ბევრს საუბრობენ და საუბრობენ იმას, რომ იგი არის ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი. მე აქ მცირე შესწორება შევიტანდი და პირადად მე ამოვაგდებდი სიტყვა ამომავალს და ძალიან თამამად ვიტყოდი, რომ იგი არის ქართული რაგბის ნამდვილი ვარსკვლავი, შემდგარი ვარსკვლავი. მოკლედ, დავით ნინიაშვილი, ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, რაც ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ შენი ინტერვიუები ასე ყოველ შემთხვევაში ქართულ ტელესივრცეში ხშირი არ არის და ჩვენ მოგვიწევს საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი დროით და საკმაოდ საინტერესო თემებზე, თუმცა ბევრი დრო რო არ წავიღო, პირველი მინდა დავიწყო იმ კითხვით, რატომ რაგბი და როდის იყო შენი პირველი შეხება რაგბთან? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, დაფასებისთვის. თქვენ კითხვას რო პასუხი გავცეთ, პატარაობაში ბევრი სპორტი ვცადე და სკოლაში ვიყავი და ჩემი პირველი მწვრთნელი დავით ცხედიანი, ვინც იყო და დღემდე არის რაგბის კლუბ ხვამში დამაარსებელი, დადიოდა და მოსაწვევებს არიგებდა და მანამდე რაგბი ნანახი მქონდა, უყურებდი ხშირად რო ვთქვა, მოგატყუებთ, მაგრამ უყურებდი რაღაცებს. და მომწონდა როგორი სპორტიც იყო, იმიტომ რომ გაერთიანება იყო ყველა იმ სპორტის, რაც გარშემო გვაქვს. და მე გადავწყვიტე, რომ მეცადა უბრალოდ, შევსულიყავი და შევედი და შემორჩი. რა მომხიბლა ყველაზე მეტად რაგბში? ყველაზე მეტად მომხიბლა რაგბში აი ბევრი სპორტის გაერთიანება. იმიტომ რომ ფეხით თამაშიც არის, ხელით თამაშიც არის, ბურთზე ჰაერში ბრძოლაც არის, ძალისმიერიც არის და აი ამ ყველაფერმა ამ კომპლექტმა ესე ვთქვათ მომხიბლა და მომეწონა ძალიან რა და ბოლომდე მივყევი. ძალიან კაი, კიდე კაი, ჩვენ დასაბედნიეროთ რომ მიყევი. რას ნიშნავს დღეს შენთვის რაგბი და ცხოვრების დაწყება რომ ხელახლა მოგიწიოს, ისევ იმ გზას გაივლიდი თუ არა? არჩევანს შეაჩერებდი ისევ რაგბზე თუ არა? რაგბი ჩემთვის ნიშნავს ჩემი ცხოვრების ნაწილია რა. იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტები დასვენება მაქვს ერთი კვირა, არც თუ ისე ბევრი არის ერთი კვირა ამ ყველა სეზონზე, მაგრამ სულ მინდა რომ რაღაცებს ვუყურო, ვივარჯიშო სიტყვაზე ან რამე მსგავსი რა. და უკან რომ დავბრუნდე ხა რომ მომიწიოს არჩევნის გაკეთება, ალბათ ისევ რაგბს ავირჩევდი. მაინც აირჩევდი? კი, იმიტომ რომ თავარი ის არის რომ შენი საქმე რასაც აკეთებ ის გიყვარდეს და მე მიყვარს დღეს რასაც ვაკეთებ და ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. კი ბატონო, აი ამ შენმა სიყვარულმა, ამ შრომის მოყვარეობამ და განვითარებამ მოგცა ის, რომ დღეს ხარ დავით ნინიაშვილი გამორჩეული მორაგბე არა მარტო საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ჩვენ კონტინენტზე და შენზე ძალიან ბევრს საუბრობენ, რაც პირველ რიგში ქართველებისთვის სასიამოვნო და ბედნიერების მომტანია. პირველ გამოძახებაზე მინდა გკითხო, ეროვნულ ნაკრებში რა იყო ეს შენთვის და როგორ გაიხსენებ ამ მომენტს? მე და ჩემი ზვაკაცი ვიყავით სახში და უცბად რაღაც ჯგუფში ვარდები შემთხვევით და პოზიციების მიხედვით რა, როგორც არის პირველი ხაზი, ორი ნომერი, მეორე ხაზი, მესამე ხაზი, ასე შემდეგ მიყვებოდა ის და რა თქმა უნდა, ყოველთვის მაინტერესებდა სელექცია დღემდე ეგრევა რა, ვინ ხვდება ნაკრებში, ვის ეძახიან, ვის არ ეძახიან. და ჩავყევი და ბოლოს 15 ნომრებამდე რომ მივედი, წავიკითხე მათიაშვილი, მოდებაძე და ნინიაშვილი. ბოლოს ჩემი თავი იწერა და ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ანუ რა ხდებოდა ჯერ ვერ ვიაზრებდი რა. მე ნაკრების მენეჯერი ვინც არის, ხა დღესაც იგივე მენეჯერი ყავს, ვასილ აბაშიძემ დამირეკა და მითხრა რომ მისულიყავი ვარჯიშზე. მაშინ მოგეხსენებათ კოვიდის პერიოდი იყო. რამდენი წლის იყავი დათვალიერებად? 17-ის ვიყავი ახალი გამხდარი. იმიტომ რომ კოვიდის პერიოდის მერე 17 წლის ვიყავი და იყო არაკონტაქტური ვარჯიშები რა. დისტანციური ვარჯიშებს ეძახდნენ მაგ დროს. ყველაფერი შტანგის ინვენტარიც გარეთ იყო გამოტანილი და ყველაფერს გარეთ ვაკეთებდით. და დამიძახეს მაგ დროს. მე მქონდა თუ არ ვცდები ძალიან მნიშვნელოვანი თამაში რუსეთთან, ქართველების ყოველთვის მნიშვნელოვანია ეგ თამაში. და ეგ თამაში რო იყო გამოგვიშვეს. მე და ლუკა მატკაო ვიყავით ის ბიჭები, ვინც გამოგვიშვეს მაგ ნაკრებიდან. ნუ რა თქმა უნდა ეხა
ხელი არ ჩაგვიქნებია არც ერთს და არც მეორეს, გავაგზავნეთ ჩვეულებრივად ვარჯიში. მე რაღაც მიზეზების გამო რუსეთთან ეგ თამაში ისევ გადაიდო. ვარჯიშობდით, ოღონდ არ ვიცოდით რისთვის ვარჯიშობდით და გადაიდო ეგ თამაში. მე ისევ ლევანმა ისაშვილმა ვასილ აბაშიძეს უთხრა, რომ უნდა დავაბრუნოთ, დაგვაბრუნეს ისე და მე მოდის უკვე ის პერიოდი, რომ 8 ერი რო გახდა, 6 ერი რო გახდა 8. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია შენ ცხოვრებაში და კარიერაში, ხო თავისთავად. კი და ლევანმა ისაშვილს მადლობას მოვხდი ამისთვის, იმიტომ რომ დამაბრუნა და მომცა მეორე შანსი. და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით, შრომას არ უწყვეტდი და მე უკვე 8 ერი იყო და იქაც მოხვდით, მეც და ლუკა მატკავაც. წავედით მე 8 ერზე და იქ მომიწია ყველა ვიცით ირლანდია როგორი გუნდია, ირლანდიასთან თამაში. კი. პირველი ლელო და ლელო მეტოქესთან, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული იყო, არის და იქნება, რაც იქამდე სანამ ქართველი ერი არსებობს და ჩვენ ვიარსებებთ ყოველთვის. რუსეთის ნაკრებთან გაიხსენე ეს რა იყო შენთვის და ზოგადად იცი რა მინდა კითხო, აი იყო თუ არა ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი შენ კარიერაში რუსეთთან დადებული ლელო? რუსეთთან დადებული ლელო რო გავიხსენოთ, ნუ რა თქმა უნდა, ეხა ირლანდია და ფიჯი ძალიან დიდი გუნდები არიან, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთთან თამაში ყოველთვის ქართველებისთვის ყოველთვის პრინციპულია და პრინციპული იქნება თუ რუსეთი ოდესმე დაბრუნდება რაგბი ევროპაზე. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ნერვიულობდი რო არ მოვიტყო, პირველ ტაიმში რაღაცა პატარა ტრავმა მივიღე მткиოდა, მაგრამ მე უკვე პირველი ლელო რო დავდე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თან ისეთ ნაკრებთან რომელიც ჩვენთვის პრინციპული იყო. და ესე გარდამტეხი როლი ითამაშა მაგ ყველაფერმა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემ აი ნაკრებში რო ვითამაშე ირლანდია, ფიჯი და მესამე თამაში უკვე რუსეთთან, მაგ სამმა თამაშმა კი გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემ კარიერაში. კაი, მაშინ რახან დავიწყეთ ამ თამაშებზე საუბარი, მაშინ მინდა კითხო ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში დავით ნინიაშვილისთვის კარიერის მანძილზე. დღემდე ჯერ კიდევ მთელი კარიერა წინ გაქვს რასაკვირველი. თამაში რო ავიღოთ. თამაში რო ავიღოთ ალბათ ვიტყოდი იტალია ბათუმში. იტალია ბათუმში. კი, იმიტომ და რატო? პირველ რიგში იმიტომ რომ მანდ ვიგრძენი ქართველი გულშემატკივარი პირველად. ეს ანუ ბოლომდე რა, იმიტომ რომ იმდენი ხალხი იყო, ისეთი გულშემატკივრობა იყო, ისეთი ატმოსფერო იყო, რომ აი მანდ ვიგრძენი ყველაფერი პირველად რა. და ეხა იტალია ჩვენთვის პრინციპულ მეტოქეთ რჩება ყოველთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხის კოვზის ფლობელი ხდება 6 ერში, ბოლო ადგილს იკავებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და რომ მოვიგეთ ძალიან ბედნიერები ვიყავით ამ ყველაფრით. კი ბატონო, მაშინ ლელოზე კითხავ, იმიტომ რომ შენ არაერთი და მართლა დაუვიწყარი ლელო გაგვზადებული და მინდა შენთვის დავით ნინიაშვილისთვის რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი, რომელიც ალბათ აი ყოველ დღეში რამდენჯერმე იხსენებ. გააქვს ეგეთი ლელო? სამწუხაროდ ვიტყვი რომ მაქვს, იმიტომ რომ Change Cup-ის ფინალში ლიონთან ერთად გატანილი ლელო, რომელიც არ ჩამითვალეს. იმიტომ ვიხსენებ მაგ მომენტს ყოველთვის. სამწუხაროდ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეთ თამაში, ეგეთ შეცდომას რო უშვებ, ეგეთ დიდ შეცდომას რო უშვებ, შეიძლება მაგ ყველაფერმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს და იმოქმედოს გუნდის შედეგზე. მაგრამ ჩვენ და სასიკეთოდ არ გადაწყვიტა მაგ ყველაფერმა. და გასახდეში რო შევედი, მცველებმა მითხრეს, რომ არა უშავს. თავი მცველი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მე ვიცი და გძნობ, რომ კიდე მეორე ლელოსაც დადებ. და მეორე ლელოზე რო წავედით, იქ ხელი ჩაგუტყეს და ჩაგვითვალეს საჯარიმო ლელო. და ეხა პირველ ტაიმში დავტოვე ის რაც მოხდა. და რა უნდა მექნა სხვა და გავაგზავნე ჩვეულებრივად თამაში. კი ბატონო, რატო იყო ეს ლელო განსაკუთრებული და შენი შეხედულებით? ჩემი შეხედულებით იმიტომ იყო განსაკუთრებული, რომ ლიონს არასდროს არაფერი არ ქონდა მოგებული. ქართველები რო ჩავედით, ქონდა იმის საშუალება, რომ მოგვეგო ევროთასი, Challenge Cup-ი. და ალბათ იმიტომ დამამახსოვრდა ყველაზე ცუდად, რომ ჩემთვის გაკვეთილი იყო ეს ყველაფერი, რომ მეორედ ეგეთ მომენტში ეგეთი სისულელე აღარ უნდა გავაკეთო. და იმედია, რომ არც გავაკეთებ და იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა და მაგიტო იყო დასამახსოვრებელი და მაგიტო ვიხსენებ ყოველთვის, რომ იმ მომენტში ეხაც რომ აღმოჩნდე, იგივეს აღარ გავაკეთებ. კი ბატონო, რას ნიშნავს შენთვის იმზე დგომა? იმზე დგომა ნიშნავს
საქართველოს და შენი ხალხისთვის თამაშს რა. და ძალიან აი როგორ თქვა, თამაშამდე შეიძლება ის мотивация ვერ შევიქმნა ჩემ თავთან, რაც ჰიმზე მოდის. და ჰიმზე საერთოდ სხვა ადამიანი ხდები, სხვა მოთამაშე ხდები. იმიტომ რომ ყველაფერი ის რაც საქართველოს ისტორიაში გამოუულია, ყველაფერი ის ჰიმთან ერთად გაწვება. და მე გადიხარ და თამაშობ. გქონიათ შენ მაგალითად შინაგანად შეგრძნება ჰიმნის გაჟღერების დროს, რომ შენთვის ბარიერი არ არსებობს და შესაბამისად ის მეტოქე ვისთანაც წინ თამაში გელის არ მინდა კნინობით ფორმაში თქვა, მაგრამ არაფერს არ წარმოადგენს, რაღაც შინაგან განწყობა მინდა რომ ხაზი გაუსვა ამ შემთხვევაში. კი, ძირითადად ყოველ თამაშზე ეგეთი შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ ნუ ეხა ყველა ერთად ვღერი ვართ იმს მოგეხსენებათ და ხელი გვაქვს ერთმანეთზე მოკიდებული და აი ეგ მომენტი, აი მან გძნობ ყველაფერს, რომ წინ აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იდგება რა. მთავარია რომ ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ ერთმანეთისთვის თამაშობთ. კი ბატონო, შენი ოჯახის როლზე მინდა კითხო, იმიტომ რომ არ არსებობს სპორტსმენისთვის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მისი ოჯახი ჩართულია და მათი ჩართულობის შესახებ მათ როლზე მინდა კითხო და შესაბამისად მაინტერესებს ითვალისწინებ თუ არა პირობითად მათ არჩევებს და იზიარებ თუ არა ამ ყველაფერს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველა წარმატებული ადამიანის უკან ოჯახი დგას რა, როგორც ჩემ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო აქ სანამ საფრანგეთში წავიდოდი, რომ ბიძა ჩემი დამეხმარა ყველაფერში, ვიდეოების გაგზავნაში. ის მე არ მჯეროდა, რომ რამე გამოვიდოდა რა ამ საქმიდან, იმიტომ რომ არ ვართ განებივრებული ქართველი უკანახაზელი, რომ მიდის საფრანგეთში რა და მაგიტო არ მჯეროდა, თან პატარა ვიყავი და სხვანაირად უყურებდი რა. მაგრამ ბიძა ჩემო ცადოთო ჩვენი რა მიდისო და მეც დავეთანხმე, მივყევი და აღმოჩნდი იქ ეხა სადაც ვარ. და ნუ რა თქმა უნდა, მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყველას მოусმენ რჩევას და შეიძლება გავითვალისწინო, შეიძლება არა, მაგრამ ოჯახის რჩევა ისეთია, რომ ყოველთვის რა თქმა უნდა ვითვალისწინებ და კი ბატონო. კი ბატონო. დავით 2 წლის წინ შექმენი ოჯახი, ყავს მეუღლე და რახან ოჯახზე დავიწყე საუბარი, აუცილებლად მის როლზეც უნდა კითხო, მით უმეტეს მის ინტერვიუს კითხულობდი და მან აღნიშნა, რომ მეო, როდესაც დათუნაო, ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში იმ ინტერვიუში ლელოს დადებსო ზემოთ იყურებაო და ეს ჩემთვის არის მანიშნებელი იმისა, რომ ეს ლელო მე მეძღვნებაო. კი, ეგრე არის რა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხა ვარჯიში და რომ მიდიხარ სახში დაღლილი, ყველას უნდა რომ გადაერთოს სხვა რამეზე რა, აღარ უნდა რომ ვარჯიშზე იფიქროს, თამაშებზე იფიქროს, მით უმეტეს სამხედრო სეზონი რო არის და ყველას ეხა ვისაც ოჯახი ყავს, დარწმუნებული ვარ, ეგრე არის და ჩემმა მეუღლემ დიდი როლი ითამაშა გარდამტეხ მომენტებში, იმიტომ რომ ტრავმების ის ყოველთვის გვერდში მედგა, ლიონში იყო ჩემთან ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ეს ოჯახი ყველა იძახის რომ ნაადრევ ასაკში რაღაც, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს ეგ, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ დღეს ეხა როგორც ვარ და სადაც ვარ. შინაგანად შენში იწვევს ეს რაღაც გარკვეულ ემოციას და სასიამოვნო ფორი აქვს, როცა იცი რომ შენ მინდორზე ხარ და შენი მეუღლე ტრიბუნაზეა და გულშემატკივრობს. ესეც ალბათ გარკვეულწილად რაღაცა განსაკუთრებული სტიმულია შენთვის, ხო? კი, დიდი мотивациაა ეს ყველაფერი, რომ იცი რომ მოედნის გარეთ შენთან ლიონში, სადაც ფიზიკურად ვერ ვახერხებ ჩემი მშობლების, ჩემი დის წაყვანას, იმიტომ რომ არის იქ რაღაც მიზეზები. ძალიან დიდი ბედნიერება, როცა შენ მოედანზე დგახარ და შენს უკან მოედნის გარეთ ადამიანი გიდგას, ის რომელსაც ქვია მეუღლე და გულშემატკივრობს. კი ბატონო, მინდა კითხო, თუ იყო შენ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, ძალიან მძიმე, უსიამოვნო, რომელიც დღემდე რაღაც გარკვეულწილად შენში არის და თავს გახსენებს და შესაბამისად შენ ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპზე ესეთ დაღდასმული მონაკვეთი იყო. ორი მომენტი მქონდა ეგეთი, ერთი პატარა ვიყავი, მახსოვს და მაწუხებდა, ორგანიზმი მაწუხებდა, ისე რომ ვეღარ დავრბოდი, ვეღარ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა და ვფიქრობდი, რომ მან დამენებებინა რა გზե თავი. რით იყო დათო ეს გამოწვეული? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ანუ დასკვნა არ დაუდიათ რატომ ხდება? არა, ანუ არაფერი საერთოდ რა და ფიქრობდი რომ გამოსულიყავი რაგბიდან, მაგრამ მე უკვე ჩემ თავთან რომ მარტო დავრჩი, რომ არც თუ ისე ხშირად ველაპარაკები ჩემ თავს, მაგრამ რომ დავრჩი ჩემ თავთან მარტო
მივხვდი რომ არ უნდა დავცემულიყავი და უნდა გამეგზელებინა ეს ყველაფერი, სულ რომ ტკივის მომტანი ყოფილიყო რა, სულ რომ მტკენოდა ვარჯიშზე რა პრობლემაც მქონდა, არ მაინტერესებდა რა და გავაგზელე და მეორე ესეთი მომენტი მქონდა, ტერფი გავიტეხე. და ეს ტრამვაზე გადავედით უკვე, ხო? ეხლანდელი ახლო წარსულში იყო ეს ტრამა. თამაშობდით ხელოვნურ მინდორზე და ისე მოხდა რომ ფეხი გამეჭედა ხელოვნურ მინდორზე და ბოჭა გამიკეთეს და გამიტყდა ტერფი. და დღემდე მახსენებს ეს ტრამა თავს, იმიტომ რომ ბოლტები მაქვს ფეხში სამწუხაროდ და უნდა შევინარჩუნო ცხოვრების ბოლომდე, იმიტომ რომ ტერფი ისეთი რაღაცაა, რომ ამაზე დგას მთელი ორგანიზმი. და ეს ყოველთვის მახსენებს თავს, ხელოვნურ საფარზეც რო თამაშობთ, თამაშის მერე ყოველთვის მტკივა რა და ალბათ არაფერი არ არის ისეთი, ეს ტკივილი, იმიტომ რომ თან ყოველთვის მეტკინება, გამომყვება, იმიტომ რომ ბოლდო ისინი გვაქვს, რა ქვია. ეს ჭანჭიკები რაც არის სამედიცინო, ეს შენ თქვი რომ ცხოვრების ბოლომდე ასე უნდა მქონდეს და ანუ რა გამოდის რომ თორცები 3 ცალია, ხო? 4 ტერფში ეს არ არის მარტივი საქმე, მით უმეტეს ახლა 22 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. შენთვისაც ალბათ გარკვეულწილად დისკომფორტია ეს, ხო? ფსიქოლოგიურად თუ მოქმედებს ეს შენზე. თამაშზე და მინდორზე არ გეტყობა ეს და შინაგანად მაინც თუ გაქვს ეს შეგრძნება რომ 4 რაღაც რკინა გიდევს ფეხში. არა, ზოგისთვის სირთულეა, ზოგისთვის არა რა. მე ხა ეგრე უყურებ ტკივა, მაგრამ არა უშავს რა. არის მომენტი რომ თამაშზე რაღაც აქ ტკივა და არ გადიხარ მოედნიდან და შეიძლება ვარჯიშებზე გტკიოდეს და მაინც თამაშობ რა და ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ თამაშზე როცა გავდივარ, საერთოდ მოვიწყდება რა მჭირს და რა მტკივა. კი ბატონო, ასაკი ვახსენე 22 წლის მე მაინტერესებს ჩემთვის პირადად შენ უკვე გადაცემის თავში თქვი და განმეორდები და არ შემეშინდება ამის რომ ჩემთვის შემდგარი ვარსკვლავი ხარ, მაგრამ მე მინდა კითხო ერთი ასეთი რამ. თვითონ დავით ნინიაშვილის მიზანი რა არის, იმიტომ რომ ჯერ ძალიან მცირე პატარა ასაკში ხარ და მართლა ყველაფერი წინ გაქვს. ჩემი მიზანია რომ მწერვალზე არ ავიდე და არ დაკმაყოფილდე არასდროს ჩემი თავით. ყოველთვის გავაგზავნო განვითარება და ამას ყოველთვის ვეცდები და ვეცდები რომ უფრო ყოველწლიურად უფრო კარგი ვერსია წარმოვაჩინო ჩემი. ანუ არ ჩერდები და არ აპირებ გაჩერებას. არ ვაპირებ. მაშინ უნდა კითხო მაქსიმუმი რა არის ნინიაშვილის? მაქსიმუმი არ არსებობს. იმიტომ რომ ეგრე უყურებ, რა მაქსიმუმი არ არსებობს. რაღაცას თუ მოვიგებ საქართველოსთან ერთად, ლიონთან ერთად, მაგით არ დაკმაყოფილდები, არასდროს უფრო მეტი მომინდება. და ჩემთვის მაქსიმუმები არ არსებობს. კი ბატონო, ძალიან მაგარი პასუხი იყო, მაქსიმუმი არ არსებობს. სხვათა შორის მე პირველად გავიგე ეგეთი პასუხი ჩემი რესპონდენტებისგან, იმიტომ ზოგი ამბობს, რომ სოფლიო ჩემპიონობა, ოლიმპიური ჩემპიონობა მაქსიმუმი არ არსებობს. ასეთი რამ მე მართლა პირველად გავიგე და გაკვირვებული ვარ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, ოღონდ რატო ნინიაშვილი მინდორზე, როდესაც ნინიაშვილს მინდორზე ხედავს, გიჩნდება ისეთი შტაბეშტილება, რომ ეს ბიჭი ამ ყველაფერს აკეთებს საკუთარი სიამოვნებისთვის. მაგრამ აქ თავარი არის ის, რომ ის სიამოვნება, რომელსაც ნინიაშვილი ამ შემთხვევაში იღებს მინდორზე, გადამდებია ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ რეალურად სიამოვნების პარალელურად შენ რა საქმესაც აკეთებ ტაშისთვის, ხო? იმიტომ რომ და გულშემატკივრისთვის, რომელიც გაფასებს, რომელსაც უყვარხარ და ასე უნდა გაგრძელდეს მრავალი წელი. კი, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ მე რა სიამოვნებასაც ვიღებ პირველ რიგში. ჩემ გვერდით ვინც დგას და ვინც თამაშობს, იმას მივაღებინო იგივე სიამოვნება და მე რა თქმა უნდა, ეხლა რაგბი ისეთი სპორტია, რომ გულშემატკივარს ძალიან დიდი როლი უჭირავს ამ ყველაფერში და ის მუხტი, რაც გულშემატკივრისგან მოდის, ძალიან мотиваციის მომცემია ჩვენთვის მოთამაშეებისთვის რა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემ გუნდს, ჩემ გუნდელებს მინდა რომ ეს სიამოვნება გაუზიარო და მე უკვე გულშემატკივარი, რომელიც მოსულია შენთვის სტადიონზე და რომელთანაც ვალდებული ხარ რომ ასიამოვნოა. გარდა იმისა, რომ შენ ძალიან მაგარ რაგბს თამაშობ და ერთი სიამოვნებაა მართლა შენი თამაშის ყურება, გაქვს რაღაცა მინდორზე ხრიკები, მათ შორის ის, რომ არ დავმალავ და მე მგონი არჩენ არ დამალავ, რომ გიყვარს მეტოქისთვის ნერვების მოშლა. თუ ცდები? არა, მიყვარს ხო რა რაღაც ესეთი ხუმრობები მიყვარს მოედანზე, ბევრი მაქვს აკეთებული რაღაცებს ალბათ კიდე გავაკეთებ და ყოველთვის ეგრე არის რა. უცხოელი მოთამაშეებიც ზუსტად ეგრე უყურებენ. უცხოელი მწვრთნელებიც, რომ აი ვცადოთ
თუ წამოეგება ამ ყველაფერს და თუ მოეშლება ნერვები და თუ დაიწყობა ეს ყველაფერი თამაში. მეც ამას ვცდილობ ვიღაცებს მოვარტყავ, არ გამოვა, მე სხვასთან მივდივარ და ეს დადიხარ და სხვა. დავდივარ, მომენტში შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ სხვა მოთამაშე იყოს იქ, სადაც მე ვარ და იმას დაუწყო ეგეთი და ბევრი მქონია ეგეთი მომენტი და ბევრს ნერვებიც მოშლია. კი და თამაშიც დატყობიათ ეს ყველაფერი. მთავარი ეს არის, ამოსავალი წერტილიც ეს არის ალბათ, ხო? და ეს არ შეიძლება რომ მსგავსმა რაღაცამ კონფლიქტამდე მიგიყვანოს. ქონია ამის გამო, ამ ხრიკების გამო კონფლიქტი ინდორზე? კონფლიქტამდე რომ მივდივართ, მე ღადაობას ვიწყებ უკვე და მეცინება ამ ყველაფერს. და თვითონ როგორ იღებენ? ისინი ნერვემოშლილები არიან. ტოვებ ნერვემოშლილებს. ნინიაშვილი ბედნიერი, მე თქო ნერვები მოშლი. ფანტასტიკურია. ძალიან მაგარი გამოსავალია, რატომაც არა. დათო, ყოფილა ისეთი თამაში ან თამაშები, როდესაც რაღაცნაირად შინაგანი მღელვარება ქონია. აი, იცი რა, არის ხოლმე ესე, რომ ზოგჯერ ნერვიულობ რა. თუნდაც მე მაგალითად ქონია ეთერები, როცა ნერვიულობ ეთერის წინ. შენ თუ ქონია ესეთი თამაშები? ყველგან ვიძახი, რომ ნერვიულობა არასდროს არ შემიქმნა ჩემი თავისთვის და არც არასდროს არ შევიქმნია. გავდივარ, თამაშობ სიამოვნებისთვის, მიყვარს რასაც ვაკეთებ. უბრალოდ ეხა აი ზუსტად 2 კვირის უკან, როცა კაპიტანი ვიყავი, აი მან ნერვიულობდი და დამეტყო რაღაც მომენტში თამაშიც რა. იმზე რომ დავდექი, ფეხები ამიკაკლა და ცოტა ავნერვიულდი, ცოტა არა, ძალიან ავნერვიულდი. მე თამაშის 10 წუთი თუ 15 წუთი დამეტყო ეგ ყველაფერი. იქ ფეხი ვერ დავატყი, იქ რაღაც ვერ გავაკეთე და მე უკვე დავწყანდი, დამშვიდი და დავაბრუნე ჩვეულებრივი ის ნინი, ვინც არის ხოლმე მოედანზე. კი ბატონო, მაინც ესე იგი ეს ჩვეულებრივი მომენტია, ჩვეულებრივი მოვლენაა და არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას განიცდის რაღაცა მომენტში არ ფორიაქოვდეს და არ ნერვიულობდეს და ესეც მე ვთვლი, რომ დადებითი მხარეა. კი, დადებითი მხარეა, მაგრამ აი თამაში რო არის, ხა ნიშნავენ თამაშები რო არის, მან არ ნერვიულობ რა, არ მოვიტყუები საერთოდ არ წინა დღეს და არც თამაშის დღეს რა. აი ჩვეულებრივად უდგები ამ ყველაფერს, გავდივარ, თამაშობ და სიამოვნებას ვიღებ. კი ბატონო, როცა იწყებდი კარიერას, როცა ნახე რომ აი მოგეწონა ბევრი სპორტის გაერთიანება ამ ყველაფერში და ამიტომ არჩიე რაგბი და ან თუნდაც დღესაც არის მაგალითად ისეთი მორაგბე ნინიაშვილის ცხოვრებაში, რომელიც მისთვის წარმოადგენს რაღაცა გარკვეულ ეტალონს ან სტიმულის მიმცემს. კი, აიდოლს ვეძახით ინგლისურად და კი. ყავს ეგეთი იაპონიაში თამაშობს ავსტრალიის ყოფილი მორაგბეა ნაკრების ისრაელ ფოლაუ. ძალიან მიყვარდა მაგის თამაში და სულ ბავშვობიდან ეხა უკვე რაგბით რო ძალიან დავინტერესდი, ძირითადად უყურებდი სუპერაპს, არ მოვიტყვები და არ უყურებდი ტოპ 14-ს, სადაც ეხა ვარ. და სულ უყურებდი სუპერაპს, იმიტომ რომ სხვა თამაშს თამაშობენ იქ, სხვანაირად უდგებიან რაგბს და ისრაელ ფოლაუც იქ თამაშობდა, სულ ვცდილობდი რომ მაგალითი ამიღო მისგან. ეხა იაპონიაში რო ვიყავით, იმ ბაზაზე ვარჯიშობდით, სადაც ისრაელ ფოლაუ იყო. და ძალიან გული დამწყდა, რომ დასასვენებლად იყვნენ წასულები და არ ვარჯიშობდნენ, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ გამეცნო ახლოდან. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითის მომცემი იყო ისრაელ ფოლაუ, როცა თავის კარიერის პიკში იყო. კი ბატონო, ტოპ 14 არ უყურებდიო ეხა ახსენე, მაგრამ ახლა თამაშობ ტოპ 14-ში. რას ნიშნავს შენთვის ტოპ 14-ში თამაში, ამ ლიგაში თამაში, ლიონის ღირსების დაცვა და რამდენად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია შენს კარიერაში, ზოგადად ამ გუნდის მაისურით გამოსვლა? ალბათ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი ნაბიჯია ჩემ კარიერაში, იმიტომ რომ ტოპ 14 დღეს სადაც არის არც ერთ ჩემპიონატს არ შევადარებ, იმიტომ რომ ყველა ჩემპიონატის გაერთიანება არის, ისეთი თამაშები მიდის, რომ არასდროს არ იცი რა სად მოხდება. იმიტომ რომ ეხაც რომ დავაკვირდეთ ცხრილს ძალიან ახლოს ვართ გუნდები ერთმანეთთან და ყოველთვის დაძაბულობაა და ძალიან კარგია ეს მოთამაშის განვითარებისთვის. და ლიონი ჩემთვის იქნება, ანუ არის და იქნება ყოველთვის პირველი გუნდი, ვინც ეს ყველაფერი მომცა დღეს სადაც ვარ და ამით ყოველთვის მადლიერი ვიქნები. კი ბატონო, დათო ყველაფერი რაღაცით იწყება, ნებისმიერი საქმე. შენს დაიწყე ბავშვობიდან ის საქმე, რასაც დღეს
ემსახურები, მე ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ბევრმა ბავშვმა ნახოს და უყურებდეს ახლა ჩვენს გადაცემას. მე არა დავით ნინიაშვილს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე გააკეთე შენ აქცენტი და მე მინდა უბრალოდ შენ მისცე მათ რჩევა და შენ უთხრა, რა უნდა გააკეთონ მათ იმისათვის, რომ წარმატებულები იყვნენ. მოდი იყოს კონკრეტიკა ამ შემთხვევაში და რაგბში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. რაგბს თუ შევეხეთ, რაგბში იყოს, თუ არ იქნება რაგბში, არც ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ უნდა უყვარდეს ადამიანს და ბავშვს თავის საქმე, რასაც აკეთებს. და მეორე არის შრომის მოყარეობა, იმიტომ რომ არის ნიჭი, მაგრამ შრომის მოყარეობის გარეშე არაფერი არ გამოვა არასდროს. შრომის მოყარე უნდა იყო ადამიანი და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებს. სხვას მე ვერაფერს ვერ ურჩევ ბავშვებს. კი, და მაშინ მოდი აქვე იმას კითხავ, შენი საუბრისას აღნიშნე, რომ აი მტკივილებიდან გამომდინარე ქონდა ჯანმრთელობის პრობლემა ისეთი, რომელიც შეიძლებოდა, რომ დღეს ნინიაშვილი სხვა სფეროში ყოფილიყო და არა რაგბში, მაგრამ ჩათვალე საჭიროდ რომ არ დაცემულიყავი. აი ხდება სპორტსმენის ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტი, როდესაც ხარ გზაგასაყარზე, გააგრძელო, გადააბიჯო ყველაფერს და ან პირიქით დანებდე და წახვიდე სახლში. მე მინდა რომ შენგან გაიგონ ამ ბავშვებმა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ. ცხოვრებაში ყოველთვის არის, ან მარტო სპორტზე არის, ცხოვრებაში ყოველთვის არის ეგ მომენტი, რომ სადღაც ეცემი, მაგრამ აი მან უნდა იყო ყველაზე ძლიერი რომ წამოდგე და ბავშვებს მე ურჩევდი, რომ არასდროს არ ჩათვალონ თავი დაცემულად რა და ყოველთვის ეცადონ რომ წამოდგნენ და გააკეთონ ის რაც უნდათ. ყოველთვის არავის არ მოусმინონ, უბრალოდ თავის სურვილები და თავის ოცნებები აიხთინონ და ყველაფერი გამოვა და ყველაფერი მაგრად იქნება. და ბოლოს მინდა დაასრულო ჩემი დაწყებული წინადადება. შეიძლება? ვეცდები. ვინ არის დავით ნინიაშვილი? ჩვეულებრივი ადამიანი. არა, ან სპორტსმენი უბრალოდ რა. სხვა არაფერი. როგორც ყველა ჩვენგანი ვართ, ეგრე არის დავით ნინიაშვილიც. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა და მე ისევ იმით მინდა დავასრულო გადაცემა, რითიც დავიწყე და თო იმიტომ რომ რაგბი დღეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა და რატო მინდოდა რომ შენგან მოესმინათ ბავშვებს და ამწყებმო რაგბიეებს ეს მნიშვნელოვანი სიტყვები. თითეული თქვენი მოგება და თქვენი წარმატება ეს პირდაპირ პროპორციულია ბავშვების ზრდაზე რაგბის ხო რაგბის ბავშვთა გუნდებში და ამას აკეთებ თქვენ, ამას აკეთებს ნინიაშვილი და თითეული მორაგბე, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს. ეს მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა გაგრძელდეს და ამაში თქვენ ძალიან დიდი როლი და წვლილი გაქვთ და მე ღრმად ვწავს, რომ ეს გათავისებული გაქვთ თითოეულ თქვენს. კი, ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, რომ ბავშვებს მაგალითი მივცეთ ყველაფრით. მე უკვე ბავშვი თვითონ არიჩევს რა უნდა და როგორ უნდა. რა ჩვენ მივცემთ მაგალითს რაგბიდან და სხვა სპორტიდან სხვა ადამიანი მიცემს მაგალითს და ბევრი ყავს ეგეთი. ძალიან დიდი მადლობა. ეს ნიშნავს იმას, რითიც შენ დაასრულე ხა ეს პასუხი, რომ საქართველოს წარმატებული იქნება არა მარტო რაგბში, არამედ ფეხბურთშიც, კალათბურთშიც და სპორტის სხვა სახეობებში. კი და დღეს ვარ და მინდა მიულოცო კალათბურთის ნაკრებს ევრობასკეტზე თამაში. ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია, კიდევ ვითამაშებენ ევრობასკეტზე და მე-6 და წარმატებებს უსურვებ მათ. ძალიან დიდი მადლობა. მე არ ვიცი, პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ დავით ნინიაშვილთან საუბრით. დაახლოებით 30 წუთი ვისაუბრეთ და მე მგონი ბევრ კითხვას გასცა რატომ პასუხი. მადლობა მას და მინდა მთელი გულით წარმატება და რასაკვირველია, როგორც თითოეულ ჩემ რესპონდენტს გამომდინარე იქიდან, რომ სპორტსმენები არიან და მათთვის უმთავრესი რასაკვირველია არის ჯანმრთელობა პირველ რიგში და თოსაც ჯანმრთელობა უსურვო და ბედნიერება რასაკვირველია მინდორზეც და მინდვრის გარეთაც. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით, ერთ კვირაში ისევ ტრადიციულად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ისევ 23 საათსა და 30 წუთიდან შევხვდებით ერთმანეთს და შევეცდებით შემოგთავაზოთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ, საკმაოდ საინტერესო რესპონდენტთან. კარგად გრძანდებოდეთ. კვირას 23 საათსა და 30 წუთზე
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ნატურამ მქონდა რომ ერთი შეჯიბრი მაინც მომეგო ოფიციალური. ესე ვერ გადმოგხსებთ იქ რა ხდებოდა ჩემს თავში. იყო თუ არა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წაგებული ფინალი სტიმული იმისა რომ შენ პარიზში ეს ოლიმპიადა უნდა მოგებო. რაც ყველაზე ძალიან ჭირდებოდა ხასიათი და ემოციები ის უკვე გაუშვი იმ ზეიმთან ერთად. მაგარი სანერვიო თავზოლა იყო დრამატული ელემენტებიც შევმატეთ. თავისთავად ცხადია ხა ამ თემას გვერდს ვერაული და აუცილებლად უნდა გითხო არის დღეები როდესაც შენ იხსენებ იმ პერიოდს მე რომ ეს პრობლემა არ შემხედროდა ცხოვრებაში ამ ხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში ამ თემაზე არასდროს არ მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე მოკლედ თქვი ეხა რომ მომავალ ოლიმპიადაზე შეიძლება ორი პეტრიაშვილი ერთად ვიხილოთ ჩემპიონები რუსთავი 2-ზე